ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები საარჩევნო კამპანიებს აქტიურად ახორციელებენ. მათ შორისაა პარტია ლელო საქართველოსთვის ფოთის ორგანიზაციაც. დღეს სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა პარტია ლელო საქართველოსთვის ფოთის საარჩევნო შტაბში იმყოფებოდა. პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ იგეგმება მოსახლეობასთან შეხვედრები ფოთის ყველა უბანში, რომლის მიზანია მოისმინონ მოქალაქეთა პრობლემები და გამარჯვების შემთხვევაში უზრუნველყონ მათი მოგვარება. მოგესალმებით, ფოთელებს მივესალმები. ჩვენი ლელო ძლიერი საქართველო იწყებს მუშაობას, შტაბი იწყებს უბრალოდ მუშაობას იწყებს უბნებში და სულ შევხვდეთ და კონკრეტულად თითოეულ უბანზე გავიგოთ მათი პრობლემები, ამ პრობლემების გადაწყვეტა როგორ შეიძლება გასვლის შემთხვევაში ამის პროექტები გვაქვს, ძლიერ საქართველოს აქვს. ამასთან დაკავშირებით გვინდა რომ მოსახლეობას შევხვდეთ და კონკრეტულად გავიგოთ უბნების მიხედვით რა პრობლემები არის. ახლა ჩვენი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ არის რომ მოსახლეობის საშუალო ფენა შეიქმნას, მაგრამ რამდენად შევძლებთ ეს უკვე გასვლის შემთხვევაში პროექტები, რომელიც მზად აქვს ლელო ძლიერ საქართველოს გასვლის შემთხვევაში დავდეთ ამ პროექტებზე განხორციელებადი არის. პრობლემები ნამდვილად ბევრია, ვიცით, როგორც პენსიონერებში, ისე დასაქმების სფეროში. ამ საკითხთან დაკავშირებით პროექტები გვაქვს და გასვლის შემთხვევაში ალბათ შევასრულებთ. და როგორ და რაფერ ეს უკვე მომავლის საქმეა. მთავარ გამოწვევად ისინი სამუშაო ადგილების სიმცირეს და პენსიონერთა სხვადასხვა პრობლემებს ასახელებენ. ფოთში არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება, რომელიც ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება.